განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ შევჩერდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ჰექსემერონული, ბიბლიური 6 დღესთან დაკავშირებული სწავლების იმ მომენტზე, როდესაც დიდმა ღვთისმეტყველმა, როგორც ვნახეთ, ვინც უსმენდა, უდიდესი და უაღრესად სკრუპულოზური სულიერი გამოკვლევის გზით დაადგინა განსაკუთრებული მნიშვნელობის დებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მატერია თავისი 4 სტიქიონით ურთ, თითოეული სტიქიონი ცალკე აღებული, საფუძველში არამატერიალურია, რომ მისი წარმომშობი მიზეზები თავისთავად არამატერიალურნი არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმინდა გრიგოლ ნოსელმა მატერია ნივთი დაიყვანა არამატერიალურ პირველ საფუძვლებამდე. იმგვარ საფუძვლებამდე, რასაც დღეს ენერგიები ეწოდება და რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვეველია მკვლევართათვის მატერიალურნი არიან თუ არამატერიალურნი, რაღაც გარდამავალი მდგომარეობა. წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლება აშკარად წარმოაჩენს თითოეული სტიქიონის, თითოეული ნივთის აღნაგობის სულიერ საფუძვლებს, სულიერ თვისებებს, რომელთა თანაშეწყობა, თანაშეერთება, ურთიერთშეკავშირება განაპირობებს ამა თუ იმ ნივთის წარმოქმნას. ჩვენ თითოეულად მიუთითებდით სტიქიონებზე, თქვათ მიწის თვისებები რომელია, წყლის თვისებები, ჰაერის თვისებები, ცეცხლისა და თუ როგორ შეიძლება რომ ამ თვისებათა შეცვლით ერთი ელემენტი, ერთი სტიქიონი მეორე სტიქიონად გარდაიქმნას, რომ 4 სტიქიონს შორის არსებობს მარადიული ურთიერთგადასვლანი, რომ თავისთავად არც ერთი ნივთი არანაირად ბუნებითად არ ისპობა და ესეც უდიდესი აღმოჩენა გახლავთ მისი, არამედ ჩვენთვის მოსპობად საგულვებელი მდგომარეობა, როდესაც თქვათ, ხედავთ რომ წყალი დაშრა, სინამდვილეში არის ერთი სტიქიონის სხვად ქცევა. თუ კონკრეტულ სტიქიონზე წყალზე ვიტყვით, მზის ცხუნვარების წყალობით იგი ჰაერად გარდაიქმნება. ჰაერი თავის მხრივ შეიძლება ცეცხლად გარდაიქმნას, ცეცხლი მიწად გარდაიქმნას და სხვა. ამგვარი აღმოჩენით წმინდა გრიგოლ ნოსელმა ფაქტობრივად უპასუხა მრავალთა მიერ ზოგისგან გულწრფელი დაინტერესებით, ზოგისგან მზაკრული ნიშნის მოგებით თითქოს და პასუხგაუცემელ კითხვას პასუხი გასცემან, რომ მატერიის შექმნა ღვთისგან, სულიერი არამატერიალური ძალისგან აბსოლუტურად შესაძლებელია, ამ კუთხითაც კი, რა თქმა უნდა, მორწმუნისთვის ეს კითხვა სხვაგვარად დაისმის, ის გულით იღებს, წრფელად იღებს სწავლებას იმის შესახებ, რომ უფალმა თავისი ყოვლად ძლიერი ნებით აბსოლუტური არაფრობისგან დახბადა ყოველივე, მაგრამ თუ ვინმე გამოეძიებს და არგუმენტირებას მოითხოვს და დასვამს კითხვას, თუ აბსოლუტურად არამატერიალურმა ესოდენ მატერიალური და მისგან ბუნებითად სრულიად განსხვავებული როგორ დახბადა, როგორ შექმნა, გრიგოლ ნოსელის პასუხი ნათელია, რომ წარმოშობით მატერიაც სულიერია, სულიერი საფუძვლების მქონეა და შესაბამისად სულიერისგან სწორედ სულიერი საფუძვლები იქმნება. ეს გახლავთ ეს ერთი დიდი სწავლება, ერთი დიდი თემატური ასპექტი, რაც ვრცლად არის განხილული ხსენებულ ნაშრომში, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ესაა ცენტრალური სწავლება აღნიშნული ძეგლისა, თუმცა ამგვარი თქმა არ ნიშნავს თითქოს ამით ბოლოვდებოდეს საკუთრივ შესაქმესთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლება. პირიქით, ახალ-ახალი დებულებანი გამომდინარეობს და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზეც ჩვენ გადამწყვეტ პასუხებს ვიღებთ. ერთი მხარე იმასთან დაკავშირებით, რომ არამატერიალური როგორ ქმნის მატერიალურს, აუცილებლად პასუხგასაცემი იყო, თუმცა მის გვერდით არსებობდა მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, უფრო პრობლემური და აუცილებლად პასუხგასაცემი საკითხი, თუ როგორ მოხდა, რომ ღმერთმა ზედდროულმა ყოველგვარ ჟამიერებას, ყოველგვარი გაგებით დროულობის ყოველგვარ გამოვლინებას აღმატებულმა სწორედ დროში განგრძობილად თანდათანობით შექმნა სამყარო. თანდათანობითი შესაქმე უეჭველად ქმნილების ქმედებაა, იმიტომ რომ ქმნილება არ არის ყოვლად ძლიერი, მას ახასიათებს თანდათანობითი ქმნადობა, რაიმესი და თანდათანობითი მოქმედება, მაშინ როცა ყოვლად ძლიერი ძალისთვის ნებისმიერი მისგან ნებებული, რასაც ის ინებებს, მყისვე საქმედ უნდა იქცეს. მაგრამ ბიბლიური თხრობა მოგეხსენებათ გვაუწყებს,
რომ უფალმა ერთ დღეს ერთი რამ შექმნა, მეორე დღეს მეორე და თანდათანობით ბიბლიური დღეში მან დააბოლოვა ხილული სამყაროს შექმნა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც აღვნიშნეთ, უფრო მეტად საჭიროებდა პასუხს, რომ თავიდან აცილებულიყო არიანული და მისი მსგავსი ერეტიკული გაუკუღმართებანი იმის შესახებ, რომ თითქოს ყოვლად ძლიერმა ღმერთმა ჯერ შუამდგომელი შექმნა მასა და მისგან აღსასრულებელ ხილულ შესაქმეს შორის და შემდგომ ამ შუამდგომელმა შექმნა ყოველივე, რომელიც უკვე დროითი ქმნილებაა. არიანული ცრუსწავლება ამ შუამდგომელად სწორედ ძეღმერთს იესო ქრისტეს მაცხოვარს დაგვისახავს, მიიჩნევს რომ ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი არ არის ბუნებითი ღმერთი, ესაა არიანელობის ყველაზე უფრო არსებითი გაუკუღმართება, რომ იგი არ არის ბუნებითი ღმერთი, რომ ისიც ქმნილებაა, თუმცა ქმნილებათა შორის უპირატესი, შუამდგომელი, პირველ შექმნილი, რომლის მეშვეობითაც იქმნება მთელი დანარჩენი სამყარო. არიანული სრულსწავლება თითქოს და ერთი შეხედვით გადაარჩენს ღმერთს და არიანელთათვის ღმერთი მხოლოდ მამა ღმერთის ჰიპოსტაზია, ისაა მათთვის ბუნებითი ღმერთი, გადაარჩენს ვითომს და ღმერთს იმგვარი ბრალდებისაგან, რომ იგი დროში ქმნის. რადგანაც კვლავ აღვნიშნავ, დროში ბუნებითად რაიმე შექმნა მხოლოდ ქმნილებისათვისაა ნიშანდობლივი, არა ყოვლადძლიერი ძალისთვისაა ნიშანდობლივი. და არიანული ცრუსწავლება ამ ბრალდებისგან თითქოს და იმით გადაარჩენს ღმერთს, რომ ღმერთი მყისიერად ქმნის ერთს შუამდგომელს, გარკვეული აზრით მეორესაც სულს ვითომ. და შემდგომ ეს შუამდგომელი თავისთავად ქმნილი უკვე დროში ქმნის მთელ დანარჩენ სამყაროს, ხოლო თავად ღმერთი ზედროულად ქმნის მას. რა თქმა უნდა, გადარჩენა არიანული გაგებით ღვთისადმი ბრალდებისა, რომ იგი დროში ქმნის, ცხადია ასეთი დაშვებით არანაირად არ მოხერხდება, იმიტომ რომ თვითის შუამდგომელი იმავე არიანული ცრუსწავლებით გარკვეულ დროსაა შექმნილი. ის მარადიულად არ არსებობდა. სწორედ ესაა არიანული ცრუსწავლების ცნობილი თეზა ძეღმერთთან დაკავშირებით, რომ იყო დრო, როდესაც იგი არ იყო. ესე იგი, თუ არ იყო და გარკვეულ მომენტში შეიქმნა ღვთისგან, თუ გავყვებით ჩვენ არიანულ ცრუსწავლებას, მაინც დროითი შემოქმედი გამოდის მათთვისაც ღმერთი. საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შევათავსოთ ერთი მეორესთან ბიბლიური თხრობა ხილული სამყაროს 6 დღეში შექმნის შესახებ და უპირობო საღვთისმეტყველო დებულება ღვთის ყოვლადძლიერების შესახებ და ზედროულობის შესახებ, შესაძლებელი ხდება სწორედ წმინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრების სიღრმისეული წვდომით. თავისი ნაშრომის შესავალშივე თვით გრიგოლ ნოსელი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მიზანდასახულობა მისი ერთი მხრივ ამ საკითხებზე პასუხისგაცემაა, მაგრამ ამავე დროს ამ პასუხგაცემით გარეგნულად ურთიერთსაწინააღმდეგოდ, ანუ შინაგანად წინააღმდეგობრივად წარმოჩენილი საღვთო წერილი თავის თავთან ყოვლად შეწყობილად და ყოვლად ერთ მოძღვრებად წარმოაჩინოს, რომ მხოლოდ გარეგანია, მხოლოდ უმეცრებითია იმგვარი აზრი, თითქოს წმინდა წერილი თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს, ერთი მხრივ ღმერთს ყოვლადძლიერ, მარადიულ, დაუსაბამო, ზედროულ არსად წარმოგვიჩენდეს, მეორე მხრივ კი დროში შემოქმედად. აი ამ გარეგანი წინააღმდეგობის ვითომც და საღვთო წერილში არსებულის განმარტება გახლავთ ფაქტობრივად მიზანი, საბოლოო მიზანი წმინდა გრიგოლ ნოსელის აღნიშნული ნაშრომისა. და მისი სწავლება იმდენად ფუნდამენტური, ღრმად გააზრებული, არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად ყალიბდება, რომ ჩვენ უდიდესი დარწმუნებულობა გვეძლევა ერთი მხრივ საღვთო წერილის სწავლებათა, თხრობათა აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში და მეორე მხრივ საეკლესიო მოძღვრების ყოვლადუცდომელობაში საკუთრივ ღვთის შესახებ სწავლების გადმოცემისას, ისე როგორც სხვა ყველაფერში. მაგრამ საყრდენი აი ამ განმარტებისა ჩვენ უკვე წინა საუბარში განვიხილეთ, გახლავთ წმინდა გრიგოლ ნოსელის ურყევი დებულება იმის შესახებ, რომ მატერია თავისი წარმოშობით, თავისი პირველ საფუძვლებით სულიერ რეალობას გულისხმობს, რომ იგი ეფუძნება სულიერ მიზეზებს, სულიერ თვისებებს, რომლებიც მიზეზებად იმიტომ იწოდებიან, რომ ამ თვისებათა თანაშეკავშირებით საფუძველი ექმნება, სათავე ედება ხილულ ნივთთა გამოჩინებას.
მაგრამ მხოლოდ ეს, როგორც აღნიშნეთ, არ არის წმინდა გრიგოლ ნოსელის მიზანი, რომ მხოლოდ ის განსაზღვროს თუ როგორ შეძლო არამატერიალურმა მატერიალურის დაბადება, ეს პრობლემა გადაილახა, მას უფრო დიდის, უფრო მნიშვნელოვანის უწყება სტადია ჩვენთვის გრიგოლ ნოსელს, ანუ ასევე ღრმა, დამაჯერებელი, აბსოლუტურად ამომწურავი პასუხის გაცემა არსებულ პრობლემაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუთანხმოთ ერთი მეორეს, ღვთის ყოვლადძლიერება, მისი ზედროულობა და მეორე მხრივ ბიბლიური სწავლება 6 დღის მანძილზე ღვთისგან მთელი სამყაროს თანდათანობითი შექმნის შესახებ. მაინც როგორ ეთანხმება აი ეს ორი წინააღმდეგობრივი პოსტულატი ერთი მეორეს წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლების მიხედვით. როგორც აღნიშნეთ, გრიგოლ ნოსელმა მატერია სულიერ საფუძვლებამდე დაიყვანა. ეს მისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, იმიტომ რომ სულიერი საფუძვლების შემოქმედად ასევე სულიერი ძალის ღვთის მიჩნევა უკვე ჩვენგან არაერთგზის წარმოჩენილ პრობლემას არამატერიალურისგან მატერიალური შექმნის შესახებ საბოლოოდ ხსნის. მაგრამ არამატერიალურისგან როგორ იქნება? ახლა ეს კითხვა დავსვათ. ვიდრე მატერიალურის შექმნაზე გადავიდოდეთ, ჯერ ის განმარტოთ არამატერიალური როგორ იქნება ღვთისგან. ჩვენ ამის აბსოლუტურად უტყუარი მოწმობა გვაქვს ზეციურ ძალთა სახით, რომლებიც ცხადია ღვთისგანვე შეიქმნა სრული არაფრობისგან, ისე როგორც ხილული სამყაროც, მაგრამ მათ შორის ბიბლიური თხრობის კვალობაზე აშკარა განსხვავებაა. ჩვენ არ გვაქვს აღწერილობა საღვთო წერილში ზეციური სამყაროს, ანუ სულიერ ძალთა, იგივე ანგელოზურ არსთა თანდათანობითი შესაქმნის შესახებ. ეს არც რომელიმე ღვთისმეტყველს არასოდეს გაკვეთაც კი არ უსწავლებია, აბსოლუტურად ერთსულოვანია აზრი და ეს დოგმატია იმასთან დაკავშირებით, რომ უხილავი ძალნი, ზეციური ძალები, ანგელოზური სისავსეები ღვთისგან იქნება მყისიერად. აზრი ზეციურ ძალთა ღვთისგან მყისიერად შექმნის შესახებ საყოველთაოა ბიბლიურ საეკლესიო სწავლებაში, ამაზე რა თქმა უნდა არავინ გამათობს და ეს თავის მხრივ ჩვენ გვაწვდის შემდეგი დებულების გამოტანის შესაძლებლობას, რომ უხილავი ძალები, სულიერი რეალობა ღვთისგან აუცილებლად მყისიერად იქნება. იმიტომ რომ ის რაც სულიერია, მატერიალური სივრცითა და მატერიალური დროით ერთი მეორისგან გამიჯნული არ არის, სწორედ ეს განსაზღვრავს მყისიერი შესაქმნის რაობას, ზეციურ ძალთა შორის არ არის დროში, შამიერებაში და მატერიალურ სივრცეში ურთიერთდაშორებანი, თქვათ სერაფიმი უფრო უხუცესი იყოს, დროში უფრო ადრე შექმნილი იყოს, ქერუბიმი უფრო გვიან და სხვა, იმიტომ რომ ამგვარი რამ მათაც დროში არსებულ ხილულ ქმნილებებად წარმოაჩენდა და აზრის სულიერი წიაღის ზეციური სასუფევლის უხორცოლ ძალთა სამყოფელი შესახებ ფაქტობრივად გაუქმდებოდა. რადგან ხილულ მატერიალურ სამყაროზე აღმატებული ზესთა სოფელი ასევე ჟამიერებაზეც აღმატებულია, მატერიალურ შედგენილობაზეც და შესაბამისად სივრცობრივ გამფენადობაზეც აღმატებულია, თავისთავად გამოირიცხება ჟამიერებაში და სივრცეში განაწილებული შესაქმით მათი აღმოცენება. ამის გამო არის ურყევი სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ზედროულნი, ესე იგი მატერიალური დრო იგულისხმება, მატერიალურ დროზე აღმატებულნი და მატერიალურ სივრცეზე ასევე აღმატებული ძალნი ღვთისგან მატერიალურ დროზე და მატერიალურ სივრცეზე აღმატებულად, ანუ მყისიერად იქნება. ეს დებულება ჩვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი და რისკენ მიგვანიშნებს, რა მოძღვრებისკენ გვახედებს ამგვარი სწავლება. რადგან თუ გავიხსენებთ, რომ მატერიაც თავისი სულიერი საფუძვლებით პირველ მიზეზებით სულიერია, არამატერიალურია, უხილავია, უეჭველია, რომ მატერიის პირველ საფუძვლებით ღვთისგან ასევე მყისიერად შეიქმნა. რადგან დებულება უნდა გავიხსენოთ, რომ რაც სულიერია, რაც არამატერიალურია, შესაბამისად მატერიალურ დროსა და სივრცეზეც აღმატებულია და ღვთისგან მყისიერად იქნება. აქედან გამომდინარე ყალიბდება უდიადესი სწავლება ღვთის მიერ მყისიერად ყოვლიერების დაბადების, ყოვლიერების შექმნის შესახებ აბსოლუტური არაფრობისგან, საკუთარი ყოვლადძლიერი ნების კვალობაზე. ამ მყისიერ შესაქმნში, როგორც ხედავთ, შედის არა მხოლოდ ზეციური ძალნი, არამედ ის პირველ მიზეზებიც, ის სათავეებიც, რომელთა ურთიერთშეკავშირებითაც შემდეგში თანდათანობით უკვე დროში მთელი ხილული სამყარო იქმნება. მაგრამ სად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ეს სწავლება, რომ უფალმა ხილული სამყაროც
თავისი სულიერი რაობითა და სულიერი პირველ დაფუძნებით, ანუ მისი პირველ მიზეზების შექმნით მყისიერად დაასაფუძვლა. ჩვენ ნაწილობრივ ამას უკვე შევეხეთ, როდესაც აღნიშნავდით, რომ ბიბლიის დასაწყისშივე პირველივე სტრიქონშივე ეს აზრი ნაგულისხმევია. დასაბამში შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა. ამ მუხლის განმარტებას ჯერ წმინდა ბასილი დიდი შეეხო თავის დროზე, მან უკვე მონიშნა ის კონტურები, სადაც წმინდა გრიგოლ ნოსელის ნააზრევი ვრცლად გაიშლება და სადაც იმდენად მყარი და უტყუარი არგუმენტია მოწოდებული, რომ ძნელად თუ ვინმესგან ან რაიმე არგუმენტისგან დაიძლევა. მარტო სიტყვა დასაბამიც ცხადყოფს, რომ ეს პირველი მუხლი, სადაც უეჭველად ქმნადობაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მეორე სიტყვა აშკარად ქმნას ეხება, დასაბამად ქმნა. პირველი სიტყვა დასაბამი სწორედ იმ მყისიერებას გულისხმობს, რადგანაც დასაბამი სიტყვა წმინდა ბასილი დიდის, წმინდა გრიგოლ ნოსელის უკლებლივ ყველა მოძღვრის ანტიკურ ავტორთა განმარტებით აღემატება დროით განგრძობითობას, ის დროის არც სათავეა იმ გაგებით, რომ დროში შედიოდეს, არც რომელიმე ნაწილია მისი თუნდაც უმცირესი, არამედ მისი წინმსწრებია. დროზე აღმატებულია, დრო მიღმიერია ჟამიერებისა. დასაბამი არ არის არც ჟამი, არც ჟამის ნაწილი, არც ჟამის თუნდაც აღმომაცენებელი და მასში შემავალი მიზეზი. შეიძლება რაიმეს აღმომაცენებდეს და მისი ნაწილი იყოს. თქვათ, როგორც ადამი აღმომაცენებელია კაცობრიობისა და კაცობრიობისვე ნაწილია. ასევე ღვთისგანვე ბრძანება მიღებული მიწა, როდესაც აღმოაცენებს ცალკეულ სახეობებს, თითოეული სახეობის პირველი ნიმუში თავის მხრივ თავისი სახეობის აღმომაცენებელია და მისივე ნაწილი. აი ამ გაგებითაც დასაბამი არ არის ჟამიერების ნაწილი, ის წინ დგას ჟამზე, უწინარესია ჟამისა და ის რაც ჟამის უწინარესია, ზეჟამიერია, ზედროულია, ანუ ყოველგვარ დროით განგრძობადობაზე ყოვლითურთ აღმატებულია. ეს კი ადამიანური სიტყვით გამოიხატება სწორედ ამ ლექსიკურ ერთეულში მყისიერება. თუ დასაბამში ღმერთმა ცა ქვეყანა შექმნა, აშკარაა რომ დროში არ შექმნილა ცა ქვეყანა, მატერიალურ დროზეა საუბარი, ის შეიქმნა იმგვარი საუკუნოვანი ჟამის, საუკუნოვანი დროის, ან როგორც უფრო ზუსტად ეწოდება მას ეონის განზომილებაში, რაც ნიშანდობლივია ზეციურ ძალთათვის. როგორც ზეციურნი ძალნი გარკვეულ მომენტში იქმნებიან და რა თქმა უნდა ისინი მარადიულად არ არსებობდნენ, მაგრამ არ იქმნებიან ხილული სამყაროსთვის ნიშანდობლივი განგრძობადი ჟამიერებით, არამედ ეგრეთ წოდებული საუკუნოვანი დროით, ანუ ეონით, აიონით, რაც ძველქართულად ითარგმნებოდა როგორც საუკუნე, ესაა იგივე რაც ლათინური სეკულუმ, რუსული ვეკ და რაც აუცილებელ საწყისიანობას გარკვეულ მომენტში გულისხმობს, მაგრამ აქ არის უაღრესად რთულად საწვდომი რეალობა, რომ საწყის გულისხმობს, მაგრამ ეს საწყისიანობა არ ნიშნავს ჟამში თანდათანობით გამფენადობას. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ზეციური სამყაროს აღმოცენებასთან დაკავშირებით არ ვამბობთ, რომ ზეციური სამყაროს ერთი ნაწილი ერთ დროს შეიქმნა, მეორე ნაწილი მომდევნოდ და ასე შემდეგ. ვამბობთ, რომ მყისიერად გარკვეულ მომენტში ერთობლივად მთელი ზეციური სამყარო და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვამბობთ, რა თქმა უნდა, ანგელოზებს, ზეციურ სამყაროში შეიძლება ვინმე ხილული შესაქმეც იგულისხმოს, თქვათ, პლანეტები, ვარსკვლავები და სხვა, ამ შემთხვევაში გულისხმობთ ზესთა სოფელს, არამატერიალურ უხილავ სოფელს, ანგელოზთა საუფლოს, აი ეს საუფლო მყისიერად იქმნება ღვთისგან და მიუხედავად ანგელოზთა ჩვენთვის გონება მიუწვდომელი რიცხოვნებისა, ეს რიცხოვნება დასრულებადია, მაგრამ ჩვენი გონებისთვის ყოვლად აღმატებული, იმდენად მრავალრიცხოვანი არიან ანგელოზები, აი მიუხედავად ამ მრავალრიცხოვნებისა, ისინი აბსოლუტურად მყისიერად მატერიალურ დროისგან განკერძოებულად და მატერიალური დროის გაგებით ზედროულად შეიქმნენ გარკვეულ მომენტში. აი იმ გარკვეულ მომენტში ასევე მატერიალური დროისგან აღმატებულად და მატერიალური გაგებით ზედროულად, ჩვენ მატერიალურ გაგებას იმიტომ უკავშირებთ ზედროულობას, რომ ბუნებითი ზედროულობა მხოლოდ უფალს აქვს. სხვა ყველა გარკვეულ მომენტში იწყება, მაგრამ მატერიალური გაგება ერთია დროისა და ზესთა სოფელთან დაკავშირებული დრო, რომელსაც დრო არც ეწოდება, ანუ ეწოდება საუკუნე, კიდევ სხვა გახლავთ. ხოლო უფალი აღმატებულია როგორც მატერიალურ ჟამზე, ასევე იმ საუკუნეზე, რაც ზესთა სოფლის დრო გახლავთ, მაინც დრო ეწოდება მას, როცა განმარტება აუცილებელი და ჩვენ მაცხოვარზე ვიცით, რომ ძეღმერძე იგი მამისაგან შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთ, ესე იგი ზე ძალთა საუკუნოვან დროზეც უსასრულოდ უწინარეს მარადიულად შობილია მამისგან ძეღმერთი.
ასე რომ საუკუნო დრო ნიშანდობლივია ზეციურთათვის და ეს გულისხმობს იმას, რომ ეს დრო არ არის განწელვადი, წამებად, წუთებად, საათებად და ასე შემდეგ. ზესივრცული მდგომარეობაა, თუმცა ფორმა მათ აქვთ განსხვავებით ღვთისგან, რომელიც უსასრულოდ აღემატება ნებისმიერ ფორმას, ნებისმიერ განწელვას ჟამიერებისას და ასე შემდეგ. და გარკვეული აშკარად გამოხატული უპირატესობა, სულიერი პრიმატობის ნიშნით ზეციური საუფლოსი ცხადია გამოკვეთილია ხილულ სამყაროსთან შედარებით. აი იმ ზესთასოფლისეური გაგებით მყისიერად შეიქმნა ანგელოზურ ძალთა შესაქმესთან ერთად დასაბამში ხილული სოფლის პირველი სულიერი საფუძვლები. Იმიტომ რომ მყისიერებაში აღარაა განყოფა და ორი მყისიერება არ შეიძლება იყოს. დაუშვათ მყისიერად შექმნა უფალმა ანგელოზური ძალნი და მყისიერად შექმნა მან შემდეგ ხილული სოფლის პირველ საფუძვლები. ორი მყისიერება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მყის შეიძლება უფალმა ერთგზის ერთი შექმნას და მეორეგზის მეორე, მაგრამ კვლავ დროითი გამოჩნდება უფალი, იმიტომ რომ თანდათანობითობა და ურთიერთმიმდევრობა თუა მისგან აღსრულებული ბუნებითი შესაქმის ჟამს მოვლენებისა. ერთადერთია და ერთებაზე აღმატებული ზეერთი მყისიერება ღიეს, რომელიც გარკვეულ მომენტში ღვთისგან აღსრულდა და აი ამ მყისიერებას შესაქმის ერთადერთ საფუძველს ეწოდება დასაბამი. ესაა ის დასაბამი, რომელიც ყოველივეს მოიცავს თავის თავში და ყოველივეს მიღმა. ის მოიცავს არა მხოლოდ ზესთასოფლის სულიერ ძალებს, არამედ მოიცავს ამ ქვეყნიური სოფლის სულიერ პირველ საფუძვლებსაც. და რომ მთელი სამყარო ღვთის პირველ მყისიერ შემოქმედებით ქმედებაში ნაგულისხმევია და დაფუძნებულია და დაბადებულია არსობრივად, ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით არის ამავე მუხლის ორი დასახელება, რომ ღმერთმა დასაბამში შექმნა ცა და ქვეყანა. ცა ერთი უკიდურესი წერტილი ადამიანური გონებისთვის, ზენა უკიდურესი წერტილი და ქვეყანა ანუ მიწა, მეორე უკიდურესი წერტილი, ქვემოდრე წერტილი. წმინდა გრიგოლ ნოსელი და უფრო ადრე ბასილი დიდიც პირდაპირ მიუთითებენ, თუ უკიდურესი წერტილები შექმნილია ღვთისგან, მათ შორის მყოფი სივრცე როგორ შეიძლება რომ შეუქმნელი იყოს. და ორი უკიდურესი წერტილი არსებობდეს, შესაქმეში იყოს შემოსული და მათ შორის აბსოლუტური არაფრობა იყოს. რა თქმა უნდა, ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ამ ორი უკიდურესი წერტილის მოხსენიებით მოსემ მთელი შესაქმის ღვთისგან მყისიერი დაბადება იგულისხმა და ეს მოასწავა ჩვენს წინაშე. ამ უდიდესი აზრის გამომთქმელი წმინდა გრიგოლ ნოსელი შემდეგ უკვე მისული ამ განსაკუთრებულ დებულებამდე, რომ მთელი ხილული სამყაროც თავის სულიერი პირველ საფუძვლებით ყისიერად შეიქმნა ღვთისგან, აი ამ დებულების შემდგომი ახსნა განმარტებით ჩვენს მიერ ადრე დასმულ კითხვებზე აბსოლუტურად ამომწურავ პასუხებს სცემს. მაგრამ ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით. მადლობთ ყურადღებისათვის.